თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე გალაქტიონის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ათასფერი ხელნაკეთი ნივთებითა და უჩვეულო საახალწლო დეკორაციებით გაფერადდა, რამაც გარემოს ნამდვილი საქმიანი და ამავე დროს ზღაპრული იერი შესძინა. აქ აფხაზეთის საშობაო სოფელმა დაიდობინა. წინა საახალწლო გამოფენა გაყიდვაზე აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. აქ ნახავთ ყველაფერს. დახვეწილი ხელნაკეთი აქსესუარებიდან დაწყებული ტრადიციული საგემოვნო თვისებებით გამორჩეული ნუგბარით დასრულებული. წარმოვადგენ კომპანია Clintex, ჩვენ ვაწარმოებთ ქართული წარმოების ხსნარებს. გვიხარია აფხაზეთის საშობაო სოფელში მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გამოფენა გაყიდვები ხელს უწყობს ქართულ წარმოებას. გამოფენაზე გვაქვს გამოტანილი 4 სახეობის თაფლი. აგრეთვე არის დაფასოებული თხილეულით, ყველანაირი სახეობის ჩირეული. გამოფენა გაყიდვები ჩვენ ხელს გვიწყობს ჩვენი ცნობადობის მოპოვებაში. 3 წელიწადზე მეტია ვაწარმოებ კერამიკას. ჩემი ბრენდის სახელი გახლავთ ილონკა ჰენდიკრაფტი. დღეს წარმოდგენილი ვართ ჭავჭავაძის გამზირზე. ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ საახალწლო საჩუქრები და ნივთები, შეგიძლიათ მობრძანდეთ, გვესტუმროთ და არჩიოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის. მსგავს გამოფენებში ხშირად ვიღებ მონაწილეობას. ეს საახალწლო გამოფენა ძალიან საინტერესოა მომხმარებლისთვისაც და თვითონ ეს ლოკაციაც ძალიან კარგია. პირველად არ ვართ ამ ლოკაციაზე და მოსახლეობას ძალიან მოსწონს. ისეთ კმაყოფილები არიან, როცა ჩვენ ვხედავენ ხოლმე გაღიმებული სახეებით მოდიან. აქვე მინდა მიულოცო მოსახლეობას დამდეგი შევა ახალი წელი. გახსნის დღეს გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ეწევნენ. დაათვალიერეს მეწარმეების ნამუშევრები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილი მეწარმეებისთვის ესეთი ღონისძიებები, ესეთი გამოფენები ამ სივრცეში ეწყობა, განსაკუთრებით წინა საშობაო, წინა საახალწლო დღეებში. ახლაც ამ ტერიტორიაზე არის აფხაზეთის საშობაო სოფელი მოწყობილი და დიდი მადლობა მინდა უთხრა თბილისის მუნიციპალიტეტს, უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ თინათინ ნიბლოშვილს, რომელიც მუდმივად ესე გვეხმარება და მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი დევნილი მეწარმეების პროდუქცია წარმოჩენილი იყოს, უფრო აქტიურად ხდებოდეს მათი პროდუქციის ასეთ გამოფენებში გამოჩენა. წინასწარ ულოცავ ყველას, თელ საქართველოს, თბილისს, შობა ახალ წელს. წარმატებულ და ლამაზ წელიწადს ვუსურვებ ყველას. სავაჭრო პალატასთან ერთად ჩვენ უკვე არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთად, ძალიან აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და დღესაც ამ ყველაფრის გამოხატულება ეს არაჩვეულებრივი დღეა, ეს არის ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროდუქცია გავაცნოთ საზოგადოებას და ყველას ვის დღეს გვიყურებს მოგუწოდებ, რომ 3 დღის განმავლობაში შემოუერთდნენ, შეიძინონ არაჩვეულებრივი პროდუქცია და ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებს. წინა საახალწლო გამოფენა გაყიდვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. აფხაზეთის საშობაო სოფელი, რომელიც აფხაზეთის სითბოსა და ტრადიციებს აერთიანებს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე 3 დღის განმავლობაში დარჩება.